მეორე ფრონტი უვიზო მიმოსვლის ნაცვლად. რას კითხულობს ბრიუსელის მოთხოვნებში საქართველოს ხელისუფლება? დაიწყეს მუშაობა, მოხდეს ჩანაცვლება ხელისუფლების დავალებების უპირობოდ შემსრულებლებით, რომლებთან ერთადაც გაუმარტივდება საქართველოს ჩართვა აი ამ საომარ პროცესებში. დასურს ბრიუსელს არანაირი deep state არ არსებობს. ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპა. და რა გეგმაზე საუბრობს ქართული ოცნება? 4 მცდელობა იყო სერიოზული რევოლუციისა საქართველოში, დესტაბილიზაციის. პირველი შემთხვევა ხომ არ არის? უკრაინელები, რომლებიც ომში მყოფ ქვეყანაში მშვიდობას ეძებენ. თითქმის კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ მეტროს გვირაბებში ვარ. ფოთვა და შიში გამიჩნდა და რაღაც მომენტში ამის კონტროლი აღარ შემეძლო. და პოლიტიკოსები, რომლებიც კითხვებზე პასუხს ვოლოდიმირ ზელენსკისგან ითხოვენ. აქ ადამიანებს უბრალოდ აკავებენ, მიყავთ ფრონტის ხაზზე, ისე რომ კითხვაზე რამდენ ხანს მოუწევთ იქ ყოფნა, პასუხს ვერ იღებენ. როდის დასრულდება სამწლიანი ომი ევროპის კონტინენტზე? 21 ფილმი, 18 ქვეყანა და 4000 განაცხადი. სვანეთი მსოფლიო კინოს ყურადღების ცენტრშია. მზადება საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი ყოფილიყო, როგორც ქვეყნების მხრივ, ასევე ჟანრობრივი თვალსაზრისით. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. მეორე ფრონტის რისკი და მოთხოვნები, რომელიც საქართველოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. თბილისმა ბრიუსელის გააქტიურებას სახელი უკვე დაარქვა, შანტაჟი, მუქარა და ულტიმატუმის ენით საუბარი. მთავარი მიზეზი ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ იმ ერთი განცხადებით ახსნა, რომელიც 3 წლის წინ დაწყებული პროცესების ქრონოლოგია. ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა. აცხადებს ქვეყნის მთავრობის მეთაური და გლობალური ომის პარტიის გეგმაზე საუბრობს. იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლების შეცვლისთვის კი მას საკუთარი მოსახლეობა უნდა დაუპირისპირდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზა ლიბერალიზაცია ახლა ევრობიუროკრატების ხელში ის ბოლო კოზირია, რომელმაც საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ ბნებათა ღელვა უნდა გამოიწვიოს. ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას მიყვება და შანტაჟის ენით საუბრის ნაცვლად სამართლიან მიდგომას ითხოვს. ლელა ჯავახიშვილია თემის დეტალებით კურიერის პირდაპირ ეთერში. ლელა, რა მოთხოვნასა და შედეგებზე საუბრობს ხელისუფლება ბრიუსელის საპასუხოდ? ხელისუფლება ირჩევს მშვიდობას და სტაბილურობას. ასეთია მმართველი პარტიის პასუხი, სადაც ამბობენ, რომ გაცხადებული მოთხოვნების უკან რეალურად სხვა მთავარი მოთხოვნა დგას, ქვეყნის ომში ჩართვა. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ შესუსტების ნაცვლად კიდევ უფრო გაძლიერდა მეორე ფრონტის საფრთხე, რომელიც 3 წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გაჩნდა. მოვლენები ომის გახანგრძლივებაზე მიანიშნებს, ხელისუფლების წინააღმდეგ გააქტიურებული კრიტიკა კი დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობაზე. ამბობს სახელმწიფო პარტია, რომელმაც მიმდინარე პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და საქართველოსთვის წაყენებულ კონკრეტულ პირობებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვრცლად ახსნა. ეს განცხადება უკვე მეორე დღეა განხილვის მთავარი თემაა. 4 მცდელობა იყო სერიოზული რევოლუციისა საქართველოში, დესტაბილიზაციის. პირველი შემთხვევა ხომ არ არის? დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა, ხელისუფლების შეცვლა და შედეგად საქართველოს ომში ჩართვა. სწორედ ამ თანმიმდევრობით სურს გლობალურ ძალებს გეგმის განვითარება, რაზეც ქართული ოცნება საუბრობს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელის ღია მუქარების უკან deep state-ის ფარული მიზნები დგას. ამის შესახებ კი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რათა არ აყვეს იმ პროვოკაციებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. ხელისუფლების ცვლილება უნდა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს ქართულ სუვერენიტეტს და გადაწყვეტილებებს იღებს თბილისში. არ ექვემდებარება არანაირ შანტაჟს. ეს არის ყოველად მიუღებელი ამ წრეებისათვის. თვლიან, რომ საქართველოში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომ ცალფეხზე იდგეს. ვიზა ლიბერალიზაცია არის იარაღი deep state-ის ხელში. შეიძლება ითქვას ბოლო ტყვია, რომ არეულობა შეიტანოს საქართველოში, ძალადობრივად მოახდინონ ხელისუფლების ცვლა, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ თუ ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხე დაიმუქრება, ქართველი ხალხი რევოლუციას მხარს დაუჭერს და შემდეგში განახორციელებენ იმ ამოცანებს, რა ამოცანებისთვისაც უნდათ ხელისუფლების ცვლა. მმართველი გუნდი ბრიუსელის მხრიდან გეოპოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახებს შანტაჟზე მიუთითებს, მათი ოპონენტები კი სამართლიან მიდგომასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არც ომში ჩართვის საფრთხე არსებობს და არც გლობალური ჩრდილოვანი მმართველობა. არანაირი deep state არ არსებობს. ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპა და ევროპა
რეჟიმმა გამოაცხადა მტრად, ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც კვეთს ქართული ოცნება, ცხადია ქართული ხალხი ამასთან დაკავშირებით გასცემს პასუხს და ის იქნება მძიმე პასუხი, გზაში არის სანქციები, რომელიც იქნება დამანგრეველი ძალის. ევროპა და ევროკავშირი არასდროს არ აპირებდა ქართველი ხალხის დასჯა. არცერთ ჩვენს პარტნიორს და მეგობარს არასდროს არ მოუწოდებია საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის ომში ჩართვისთვის. ასეთი ტიპის განცხადება არ გაკეთებულა. ოპონენტებს ქართული ოცნება კონკრეტული მაღალჩინოსნების მოწოდებებსაც ახსენებს და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებასაც დიპ სტეითის დამარცხების შესახებ. უმრავლესობის თქმით, სწორედ გლობალურ ომის პარტიასთან არიან კოორდინაციაში ევრობიუროკრატები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოპოზიციური ძალებით ქართული ოცნების ხელისუფლების ჩანაცვლებისთვის. მმართველი გუნდის განცხადებით, ომში ჩართვის მიზანი, რომ უცვლელი და კიდევ უფრო გამძაფრებულია ამას მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებიც ადასტურებს. მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი კვლავ დღის წესრიგში დგას. კიდევ უფრო მეტად მწვავედ არის აღნიშნული საჭიროება გლობალური ომის პარტიის მხრიდან დანახული იმის გათვალისწინებით, რომ დღეს უკვე მთელი ცენტრი სიმძიმისა არის გადასული სწორედაც ევროპაზე, როდესაც ხედავენ, რომ ხელისუფლებაში არიან ეროვნული ძალები, დაიწყეს მუშაობა ძალიან სერიოზულად იმ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, რომ მოხდეს ჩანაცვლება აი ამ ეროვნული ხელისუფლების აგენტურული ძალებით, მათი შესაბამისი დავალებების უპირობოდ შემსრულებლებით და პირდაპირ მიაღწევენ იმ მიზანს, რასაც ქვია უკვე საქართველოს ჩართვა აი ამ საომარ პროცესებში. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს ის, რომ კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ, უფრო მეტიც ჩვენ ვამბობთ, რომ განსაკუთრებით გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც არის მსოფლიოში და ეს ფაქტია, მათ შორის ამაზე წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდა პრეზიდენტი ტრამპი, ეს ყველაფერი გულისხმობს დიპ სტეითი, რაც არის რეალურად არაფორმალური გავლენები და ძლიერი ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართული და უფრო მეტიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებით შეიძლება მაგალითად ევროპელმა ბიუროკრატებმა ვერ მიიღონ. ხელისუფლება მხარს უჭერს ნებისმიერ ჯანსაღ რეკომენდაციას, თუმცა არა ისეთს, რომელიც ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას შეარღებს. ამაზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში ჭირდება ევროპულ ბიუროკრატია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფრთხილე. სწორედ ირაკლი კობახიძემ, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარადგინა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების გააქტიურების მიზეზებს შეეხება. უცხოელი აქტორები მხოლოდ ქვეყნის გარეთ არ აქტიურობენ, მმართველი გუნდი დიპლომატების ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. თბილისი ბრიუსელისგან არგუმენტებს ითხოვს. ქართული ოცნება swams კითხვას, რა კავშირშია ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი არასრულწლოვანთა დაცვისა და გამჭვირვალობის კანონებთან. სახელისუფლებო პარტია ბრიუსელს შანტაჟის სცენაზე მიუთითებს და ქართველი ხალხის ინტერესებზე საუბრობს. ხელისუფლებისთვის გაუგებარი მოთხოვნები გასაგებია ოპოზიციისთვის. სწორედ ოპონენტებისა და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის საერთო ინტერესებზე საუბრობს ქართული ოცნება. ლევან ფანცხალას ვრთავთ კურიერის პირდაპირ ეთერში, ის გაეცნო განცხადებებს და მოისმინა პოზიციები. ლევან, რა პოლიტიკური შეფასებები კეთდება ბრიუსელის გზავნილებზე თბილისში? დიახ, განცხადებას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან გაკეთდა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ქართული ოცნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟის იარაღად აფასებს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ბრიუსელის მოთხოვნებში, მათ შორის საუბარია იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ოჯახური ღირებულებების დაცვასა და ასევე გამჭვირვალობას. ამ კანონების გაუქმება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და აქედან გამომდინარე ხელისუფლებისთვის გაუგებარია რა შუაშია ეს კანონპროექტები უვიზოდ მიმოსვლის საკითხთან. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს ბრიუსელის დავალება შეასრულონ, თავის მხრივ კი მმართველი გუნდის წევრები აქცენტს ქართველი ხალხის ინტერესებზე აკეთებენ.
შანტაჟის იარაღი ევროკავშირისთვის წესით არ უნდა იყოს ისეთი სიკეთე, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლოს შეჩერების პროცედურაზე ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ქართული ოცნება ქართველი ხალხის შანტაჟად აფასებს. მოთხოვნები უკვე გაწერილია. 8 ახალ რეკომენდაციას შორის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ასევე გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაც წერია. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნები უვიზოდ მიმოსვლის საკითხს არ უკავშირდება და დაინტერესებული ძალები ამ თემით სპეკულირებენ. საქართველოს მოიპოვა ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც იყო გარკვეული რეფორმების შედეგი. შესაბამისად, როგორც წესი, ეს უნდა ეფუძნებოდეს იურიდიულ საფუძვლებს. თითოეული ამ საფუძვლის კუთხით საქართველოს აბსოლუტურად ზედმიწევნით ასრულებს თავის ვალდებულებებს, რაც შეეხება მის შანტაჟის იარაღად ქცევას. ეს ფაქტი არის, პირდაპირ ამბობენ, რომ თუ კი გინდათ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შენარჩუნებული იყოს, უნდა გააუქმოთ გამჭვირვალობის კანონი და უნდა გააგრძელოს საქართველოში, ვისაც სურვილი ექნება LGBTQ პროპაგანდას. ეს ჩვენთვის მიუღებელია. განახლებული ინფორმაცია საქართველოსთან ევროკავშირი აგვისტოს ბოლომდე ელოდება. ამის შესახებ განცხადება ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ გააკეთა. რეკომენდაციები მოიცავს გარკვეული კანონების გაუქმებას და ზოგიერთი კანონის შესწორებას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უმოქმედობა არჩია. ევროკომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ზომების მიღება, მათ შორის ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შესახებ. ევროკავშირის პოზიცია არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა და მმართველმა გუნდმა ბრიუსელის დავალება უნდა შეასრულოს. ვიზა ლიბერალიზაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნა არის ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა. ცდილობენ, რომ ყველა ტიპის კანონი, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ეს კანონები აქციონ დრაკონულ კანონებად. ევროკავშირი არის ვალდებული იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რასაც ქართული ოცნება დღემდე აგრძელებს, კონდეს რეაგირება. ბურთი არის ქართული ოცნების მხარეს. მათგან უნდა მოდიოდეს პოლიტიკური ნება, მათ უნდა გაითვალისწინონ ის სიმძიმე, რა დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას. ურთიერთობების გადატვირთვა შეუძლია ქართულ ოცნებას იმ შემთხვევაში, თუ მათ რეალურად გააჩნიათ პოლიტიკური ნება და გადადგამენ ნაბიჯებს ამ ნების გასახორციელებლად, ანუ გაატარებენ რეფორმებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ხელისუფლების წარმომადგენლების შემდეგ შანტაჟის ენით ახლა უკვე ქართველ ხალხსაც ესაუბრებიან. მათ მიერ დასახელებული პირობები კი ვიზა ლიბერალიზაციასთან მიმართებით დადგენილ სტანდარტებს აცდენილია. საკითხით აპელირებენ ისევ და ისევ ის ძალები, რომლებიც ამ ფონზე და აი ამ ბერკეტის შეიძლება ითქვას, რომელიც არის უკანასკნელი მართლაც ტყვია მათ მჭიდში, როგორღაც შეცვალონ საზოგადოების განწყობა, გამოიწვიონ საზოგადოებრივი პროტესტი და ამ პროტესტის ფონზე პირდაპირ რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება. ეს არის მათი ჩანაფიქრი. ეს არის იგივე შანტაჟი. მათ იციან, რომ ჩვენთვის აქვს ამას ეგზისტენციური მნიშვნელობა. ელჩი, რომელიც აქ არის ევროკავშირისა, ის პირდაპირ მოუწოდებს ქართულ ხალხს, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. არ გაბედოთ და ისეთი რამე არ გაკეთოთ, რაც საკუთარი აზრებიდან გამომდინარეობს. ჩვენ მოგვისმენთ და ისე გააკეთეთ, თორე საფრთხელით. ამას მეტი ჩარევა რა გიქ. ამოგონილი პირობებიც აიღეთ, რომ გაუგორონ რაღაცა, ესე იგი, კოჭი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და რაღაცა თემები მისცენ, იქნებ რაღაცა ეშველოთ, რომ აი ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხეშია და ასე შემდეგ და იქნებ ამით მაინც რაღაცა ააგორონ საქართველოში. ევროკავშირის ელჩის განცხადებაში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გაკეთებულ აქცენტს დღეს სოციალური ქსელით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ პაվել ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის დამიზნებლებს ამართლებს და მეტიც, მათ უსამართლოდ დაკავებულებს უწოდებს. პირველი კანონმდებელი აცხადებს, რომ არ არსებობს ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან ქუჩის ზალადობა დაგმო. ადამიანის უფლებების უპატივცემულობა და ღირებულებების თავდაყირა დაყენება უცხოელ პოლიტიკოსთა თუ დიპლომატ და რიტორიკაში სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. ადამიანის უფლებების უპატივცემულობითაა გამოწვეული, რომ დარღვევის საზომად იქცა თავდამსხმელი და არა მსხვერპლი. თქვი, რომ ხარ პროევროპელი და მაშინ მოლოტოვის კოქტეილიც და წიხლიც ლეგიტიმური ბრძოლის იარაღია. თქვი, რომ შენი მიზანი დია და მაშინ შენი ყველა საშუალება გაამართლებულია. როგორ გინდა აქაც საბჭოთა კავშირი არ გაიხსენო. ეს არის სინამდვილეში, რასთანაც გვაქვს
აქვს საქმე. თუ ევროკავშირის სახელით ძალადობ, მაშინ შენი ძალადობა პროევროპული, ანუ სამართლიანია, ხოლო შენი დასჯა უსამართლო. ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვეს, როდესაც ბრიუსელმა მე ვისროლე კამპანია დააფინანსა და დღისით, მზისით ევროპარლამენტარებით და დიპლომატებით ლამის ეროვნულ გმირად გამოგვიცხადეს მოძალადე, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით ადამიანის ცოცხლად დაწვას ცდილობდა. გინახავთ სადმე ევროკავშირის ელჩის სინანული ამაზე? არა. ამასობაში კი ხალხში უკვე გაჩნდა ტერმინი პროევროპული ძალადობა და ამ ვითარების ყურება მართლაც გულსატკენია. დაქვე სტანდარტული წინადადება მოსალოდნელი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად. არა, ეს არ არის ელჩზე თავდასხმა. ეს არის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელსაც თვითრეფლექსია და პასუხი სჭირდება. ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა. დღეს კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა ამჯერად ევროპარლამენტის მხრიდან, სადაც საუბარია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის გარდა ასევე გადაწყვეტილად არის აქ საუბარი, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესიც. ამ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე გააკეთა განცხადება სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის ლიდერი, ამბობს, რომ როგორც ჩანს მათ დაინახეს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის თემით შანტაჟი არ ჭრის ქართველ ხალხთან და ახლა სხვა შინაარსის განცხადებებსაც აკეთებენ. შარშან გვეუბნებოდნენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამიტყვებავდნენ. ირკვევა თურმე ავტორიტარული მმართველობის ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის ამისთვის საჭირო? პირველი, დღევანდელი მმართველობის ფორმა უნდა შევცვალოთ და ისეთი უზრუნველყოთ, როგორიც ეს სააკაშვილს ჰქონდა. დემოკრატიის შუქურა ასე უხეშად არ უნდა ჩაგვექრო და უნდა გამოვასწოროთ. პრინციპში ჩვენ გაგვიჭირდება, აგენტებმა უკეთესად იციან ეს როგორ დაალაგონ და სამართლიანი არჩევნებიც მათ მმართველობაში მოყვანას გულისხმობს. მეორე, უნდა შევიდეთ DST-ში და ეკონომიკის განვითარებაც მოლდოვასნაირი უნდა გვქონდეს. მესამე, უნდა ვიყოთ ისეთივე ურთიერთობაში რუსეთთან, როგორც უკრაინა, ღია ომში. მეოთხე, ოჯახურ ღირებულებებზე და მსგავს ქართულ ეროვნულ ახირებებზე უარი რომ უნდა ვთქვათ, ეს პრინციპში პირდაპირ მოგწერეს რამდენიმე დღის წინ. აი ამ შემთხვევაში ევროპარლამენტის განცხადება იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, მეტიც პოზიტიური და მხარდაჭერილი. მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციის შანტაჟი როგორც ჩანს არ ჭრის. დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც საკუთარ თავზე უარი არასდროს უთქვამს. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება. უმრავლესობის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპარლამენტმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გამოაქვეყნა. მადლობა ბრიუსელის გზავნილები და შეფასებები გაგვაცნო ლევან ფანცხავა. ოპოზიცია ოპოზიციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფებმა თსეუს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ბოიკოტში მყოფები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო მათმა კოლეგებმა პოზიცია შეცვალონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან. თავად აქციის მონაწილეები კი საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობს კურიერი მარიამ კოპალეიშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. მარიამ, რა განცხადებები გააკეთდა აქციაზე? დიახ, ჩვენ ახლა სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, იქ სადაც დაახლოებით 7 საათის შემდეგ იმართება ოპოზიციური პარტიების მიერ დაორგანიზებული აქცია. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასებები დღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი დემონსტრაცია არ არის პარტიული და მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ხალხმრავლობა არ შეინიშნება, ისინი მაინც დღევანდელი შედეგით არიან კმაყოფილები. თუმცა პარალელურად ჩვენთან საუბარში ისინი საუბრობენ იმ დაპირისპირებაზე, რომელიც არსებობს რეალურად ოპოზიციას შორის. კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ როგორც მაყურებლისთვის არის ცნობილი, დღევანდელ აქციაში მონაწილეობას არ იღებენ ის ორი პარტია, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. საუბარია პარტია ლელოზე და პარტია საქართველოზე, გიორგი ახარიას პარტიაზე. ოპოზიციურად განწყობილი პარტიები, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებებისთვის და ასე შემდეგ, ამბობს იმას, რომ ეს რეალურად აისახება მათი მხარდამჭერების რაოდენობაზეც და ისინი ამბობენ, რომ საწყენია, როდესაც ოპოზიცია ერთსულოვანი არ არის. ახლა ჩვენ ველოდებოდით იმდენ ადამიანს, რამდენი ადამიანიც არის და ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ მცირე დროში შევძელით და მოვახდინეთ საზოგადოების გამოფხიზლება კიდევ ერთხელ 3-4 დღის დაორგანიზებულ აქციაზე. აქ არის რაღაც პარტიული მობილიზება და ასე შემდეგ. ეს არის ადამიანები, ვინც არ ურიგდება რეჟიმს.
დღევანდელი აქციის მიზანი არის იმ მნიშვნელოვანი ორი მოთხოვნის გაჟღერება და დაყენება დღის წესრიგში, რაც არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი სხვა აქციებისგან არის ის, რომ გამოვკვეთოთ რა არის ამის გზა. ამის გზა გადის არ თანამშრომლობაზე. უმრავლესობისთვის კი ეს მოცემულობა არის კიდევ ერთხელ იმის დასტურება, რასაც ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში ამბობენ. ქართული ოცნების წევრები ეს კომენტარებში ამბობდნენ იმას, რომ რეალურად ოპოზიციური პარტიები ელოდებიან გარედავალებებს და მათ უჭირთ ელემენტარულ საკითხებზეც კი შეთანხმება. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი ქართული ოცნებისთვის ფარსია და ამბობენ, რომ ოპოზიცია კონკრეტულ შედეგს ვერც თვითმმართველობის არჩევნებზე მიაღწევს. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ერთმანეთს ასე ვთქვათ შიმშილობის გამოყენებითაც მოუწოდებდნენ ზოგიერთები, რომ არ მიეღოთ შესაბამის არჩევნებში მონაწილეობა. ახლა ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ფაქტობრივად ორად გაიხლიჩა და ერთი ნაწილი დემონსტრაციებს თუ აქციებს მართავს არჩევნების ბოიკოტირების მოთხოვნით, მაშინ როცა მეორე ფლანგი ღიად აცხადებს მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არის ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, რადიკალების სისუსტის მანიშნებელი. წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ასეთი ძალების ხელში აღმოჩნდეს ქვეყანა მაშინ, როდესაც ელემენტარულ შეიძლება ვთქვათ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე მათ ვერ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არავითარი ერთიანი ოპოზიცია არ არსებობს. დასტურდება ის, რომ არავითარი კოალიციური მართვის რესურსი საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს. გახსოვთ, რო ატყუებდნენ ქართულ ხალხს, რომ მართალია ჩვენ ვერც ერთი პარტია ვერ შევძლებთ იმას, რომ დამოუკიდებლად მოვიპოვოთ უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნების დროს 24 წელს. მაგრამ ჩვენ იქ საერთო ენას გამოვნახავთ და კოალიციურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ. აქციაც ისევ იმ ოპერიდან არის. პატრონებს ხო უნდა დაუმტკიცონ, რომ ეს მილიონები რო დახარჯოს რაღაცას აკეთებენ. უანონსებ მათ პატრონებს. ჩათავდება ეს არჩევნები, წააგები, ყველა დამარცხდება, ეს რადიკალიზმის მიმდევარი ყველა ორგანიზაცია და ეს ფულიც მათი მხრიდან იქნება წყალში გადაყრილი. დღევანდელი შეკრების შესახებ გაცილებით ადრე ანონსებდნენ ოპოზიციური პარტიები. დაახლოებით 7 საათისთვის დაიწყეს მათ მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამ და ამ წუთებში ადგილზე არის სიტყვით გამოსვლები, თუმცა ხედავთ, რომ დემონსტრანტები ეტაპობრივად ტოვებენ რუსთაველის გამზირს. მადლობა. ქვეყნის მთავარი გამზირიდან კურიერის პირდაპირ ეთერში მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა. ქვეყანა კი პროგრესს განაგრძობს მმართველობის ეფექტიანობის და კორუფციის კონტროლის პარამეტრებით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია. ატლანტიკურმა საბჭომ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ანგარიშების ფარგლებში ბიუროკრატიისა და კორუფციის გლობალური შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს 62.1% დაიმსახურა და ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში საქართველოს ერთადერთი ევროპული სახელმწიფოა. კვლევის თანახმად ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი 31% პუნქტით გაუმჯობესდა. საზოგადოება არ შექმნა, სადაც კორუფცია არ არის სოფლიოში. თავარი არის ხელისუფლება როგორ ებრძვის ამ მანკიერ პრაქტიკას ამა თუ იმ ქვეყანაში. აი ჩვენ იმიტომ ვართ მოწინავე პოზიციაზე, რომ მთავრობა საქართველოში დაუნდობელია ასეთი ფაქტებისათვის. და ყველა გამოვლენილი ფაქტი არ იქნება შეწყმარებული. ამაში ვინც იკვლევდა ის ადასტურებს ამას და იმიტომაც წავიწეთ რეიტინგში წინ. აი ეს კანდიდატი ქვეყნები, რომლებიც ამ საკითხში ჩვენზე გაცილებით უკან არიან, კი არა ლიდერები არიან პირიქით კორუფციის საკითხებში. იმათ დემოკრატიის შუქურას ეძახიან ევრობიუროკრატები და ჩვენ ვინც ლიდერები ვართ ამ საკითხში, უსამართლოდ ესე იგი უკან გვეწევიან. მხოლოდ ამ საკითხში რო იყოს არა უშავს ვთქვათ კორუფციასთან ბრძოლას. ნებისმიერი პარამეტრით ლიდერები ვართ, მაგრამ არ იმჩნევენ. თია წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად ტელეწამყვანს ცილის წამებისთვის უჩივის. საუბარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სიაზე, რომელიც ჟორჟოლიანმა წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ადამიანების სათაურით გამოაქვეყნა. კანონმდებელი განმარტავს, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობა ცოცხალია და ჟორჟოლიანი მის ოჯახს ცილს წამებს. თავად ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო ის არ არის.
ვიდრე საქმის სამართლებრივი განხილვა დაიწყება, მმართველი გუნდი აქცენტს განახლებულ კანონზე აკეთებს და ახლა ცილის მწარმოებლისგან მტკიცებულებებს ელის. ეს საქმე იქნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პირველი იმ საქმეთაგანი, რომლის პირობებშიც რეალურად დაიწყება საქართველოში ცილის წამებასთან ბრძოლა. მმართველი გუნდის ლიდერი იმ საჩივარზე საუბრობს, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა. თეა წულუკიანი ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტს ცილის წამებაში ადანაშაულებს. საუბარია ჟორჟოლიანის Facebook სტატუსზე, სახელწოდებით წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი. კომისიის ხელმძღვანელი წერს, რომ დასახელებული პირებიდან 15 ადამიანი დღესაც ცოცხალია. ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა. ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა. სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ საქართველოში სწორედ აი ამ წარსულში მოქმედი ხარვეზიანი და მანკიერი შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერების ფონზე ზოგიერთებს ჰქონდათ წესად ქცეული ის, რომ ხელაღებით დაებრალებინათ 1000 სიბინძურე სხვა ადამიანისთვის წინასწარ იმას ვერ ვიტყვით რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოო ჯამში სასამართლოს მხრიდან მიღებული, მაგრამ რამდენადაც შეიძლება ვიცნობდეთ ამ საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს, რაც საჯაროდ იქნა გაცხადებული, ის ბრალდება, ის ასე ვთქვათ კამპანია შავი პიარისა, რომელიც იქნა წარმოებული კონკრეტულად ამ შემთხვევაში ქალბატონი ჟორჟოლიანის მხრიდან, თეა წულუკიანზე არის უბრალოდ აბსურდული. ნანუკა ჟორჟოლიანი კურიერთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არ არის და აქცენტს საჯარო ინფორმაციაზე აკეთებს. საჯარო ინფორმაცია ნახეთ, თქვენ რომ დაგუგლოთ, ახლა მოიპოვებთ პირველწყაროს ინტერმედიაჯით დაწყებული, ანუ ძალიან საჯარო და ისეთი ინფორმაციაა, ხო, არის ამ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია. მეც იმართებების ხარ სამართლებრივ ნაწილში ვერც განვიხილავ, იმიტომ რომ არ ვიცი რაც მე დავება. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში ამას წერდა ძალიან ბევრი და მეორე, ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც ხაზგასმით უნდა ვთქვა, ავრცელებს სხვა მედია. მე არ ვარ ამ ინფორმაციის პირველწყარო. თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დღეს საუბარი არ ისურვა. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჟორჟოლიანი პოლიტიკური აქტივობების გამო პოლიტიკური სამიზნეა. ფაქტია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არის სამიზნე ხელისუფლებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ის არის ჩართული აი ამ ბრძოლაში. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებით, აქვს უფლება იმ ფორმით, რა ფორმითაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, გამოხატოს თავისი განსხვავებული მოსაზრება. ცილის წამება ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე გადადის. ქალბატონმა თიამ დაასახელა იმ პირების ბედი, რომლის ესე იგი სიკვდილით დასჯაში ეჭვიარება ნანუკა ჟორჟოლიას. ხო და მოიტანოს აბა ეს დოკუმენტები. როგორი წესი ჰქონდათ, იმას მიეჩვენ ადრე, რომ მოდი მე შენ დაგაბრალებ რაღაცას, ცილს დაგწამებ და ვინაიდან მტკიცების ტვირთი შენზეა მე. ამტკიცე რომ არახარ დინოზავრი ან ამტკიცე რომ არახარ ზვიგენი. ეხლა მართალია კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ ეთყობა ეს ძველი მენტალიტეტი ისევ მოყვებათ, რომ მტკიცების ტვირთი თავისი კი არ არის, ისევ იმ ადამიანის კისერზე გადადის, ვისაც რაღაცა დააბრალეს. ასე აღარ გამოვა. რას აღარ კადრულობენ, უკვე რა განცხადებებს არ აკეთებენ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თუ კი ვინმე გადაწყვეტს, რომ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ან ჩვენი გუნდის თითოეულ წარმომადგენელს მიაყენოს შეურაცხყოფა, გაავრცელოს დეზინფორმაცია, განხორციელდეს ცილის წამება, ეს ყველაფერი იქნება შესაბამისად რეაგირებული და ძალიან კარგი არის, რომ ქალბატონმა თიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თეა წულუკიანმა სასამართლოს გუშინ მიმართა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. სამხედრო და პოლიტიკური ფრონტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ომში გაწვეული ჯარისკაცების სახელით უპირისპირდება სამშობლოს დაცვა უცნობი ვადით. რატომ არ იციან მებრძოლებმა რამდენი ხნით მოუწევთ ფრონტის ხაზზე ყოფნა და როდის დაბრუნდებიან სახლში? ბევრ კითხვაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი პასუხი გასცა და მთავარ კრიტიკოსს ოლექსი გონჩარენკოს ჯარში მსახურება ურჩია. ის რაც მოხდა რადაში არ დარჩა უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიუხედავად იმისა, რომ დიდი დაპირისპირების დროს პირდაპირ ეთერი ყველგან შეწყდა. რატომ დაიწყო პოლიტიკური ომი ომში მყოფ ქვეყანაში?
ლუკა ჩანგელია კურიერის სტუდიაში. ლუკა, რა მოხდა რადაში და რა პოზიციები აქვთ დაპირისპირებულ მხარებს? იზი, პირველ რიგში უნდა დავიწყოთ თუ სიტუაციურად რა ხდებოდა ამ მომენტში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში. ეს იყო ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენის ღონისძიება, როდესაც დეპუტატებს უნდა დაეჭირათ მხარი ახალი მთავრობისთვის და მიეცათ მისთვის ლეგიტიმაცია. სწორედ ამ დროს დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ, რომელიც ევროპულ სოლიდარობას პარტიას ამ სახელწოდებით წარმოადგენს, საკმაოდ კრიტიკული კითხვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ამ დრომდე რატომ ვერ ხერხდება კონკრეტული ვადის შექმნა და ჩამოყალიბება გაწვეულ პირთა ჯარში მსახურებასთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკის არ გაუწია, მან საკმაოდ ცივად და კრიტიკულად უპასუხა იქ მყოფ ოლექსი გონჩარენკოს.